მოგესალმებით ყველას, ვიწყებთ დღევანდელი შეხვედრაზე. დღეს ყველაზე მთავარ მომენტად ვთვლი, რომ დღეს უნდა განვიხილოთ ავტომანქანების მდგომარეობა. არის გამოცხადებული, რომ 5-6 წლის მანქანის ზემოთ არ შეიძლება, რომ მანქანა იყოს შემოყვანილი 1 აპრილიდან თუ არ მეშლება. და ეს მთავარი ეგიდა არის იმისა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ხდება და ამიტომ უნდა იყოს შეზღუდული მანქანების წლოვანება პირველ რიგში. ჩემთვის ცოტა უცნაურად ჟღერს ეს თემა, იმიტომ რომ ჩვენ მინდა ვიმსჯელოთ დღეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე, რომელიც მართლაც სერიოზული პრობლემაა. და პრობლემაა მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ მანქანები დიდი ასაკის არიან, არამედ იმიტომ, რომ და იქნებ ამაზე დღეს ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ კი, ვიცით ყველა ძველი მონაცემებით, ყველა იმ მონაცემებით, რომელიც დღეს არის საქართველოში დაფიქსირებული, ტრანსპორტიდან დაბინძურება არის ყველაზე მაღალი საქართველოში და განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ფონზე. და ითვლება, რომ სათბური აირების გამონაბოლქვი ამასთან მიმართებაში ზუსტად ტრანსპორტიდან მომდინარეა. ქალაქებში მაჩვენებლები, განსაკუთრებით ცენტრალურ ზონაში, რომელშიც შედის თბილისი და რუსთავი, მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი დაბინძურებისა და არის საუბარი, რომ ტრანსპორტიდან არის ყველაზე დიდი წილი, ანუ ამ შემთხვევაში მოდით ვისაუბროთ გარემოს დამცველებად, როგორც ვართ გარემოს დამცველები და როგორც გარემოს დამცველები იტყვიან, წიაღისეულის საწვავიდან გამომდინარე დაბინძურება არის საკმაოდ მაღალი. რამდენიმე თემა არსებობს დაბინძურების მოსახსნელად, მაგრამ შიგნით ხანგრძლივობა ან ასაკი მანქანების არაფერ შუაში არ არის. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ტრანსპორტის ანუ გზები უნდა იყოს გამტარიანი, მარტივად ჩამოვთვლი უბრალოდ და მე მინდა რომ ამაზე ვიმსჯელოთ, გზები უნდა იყოს გამტარიანი და არ უნდა იყოს მანქანები გაჩერებული საცობში, ეს ერთი, მეორე ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს საწვავის ხარისხი გარანტირებული და კიდევ ტექნიკურად გამართული მანქანები უნდა არსებობდეს. ტექნიკურად გამართული მანქანები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის მანქანები, რომელსაც ნაკლები გამონაბოლქვი აქვს. და ამისთვის მე მინდა ვთხოვო ჩვენ კოლეგებს, რომ იქნებ უფრო დეტალურად ჩავშალოთ, რას ნიშნავს ტექნიკურად გამართული მანქანა ეს ერთი, რას ნიშნავს გზების გამტარიანობა და რატო იძახიან გარემოს დამცველები, რომ თუ გვინდა რომ დაბინძურება არ იყოს, შუქნიშნების რაოდენობა უნდა იყოს შემცირებული ყველა ქალაქში. პრაქტიკულად ან ცოტა სხვა სისტემაზე უნდა იყოს მოწყობილი ქალაქები. ჩვენ ვამბობდით, რომ ქალაქ დაგეგმარების დროს ყველაზე მთავარი მომენტი ამ შემთხვევაში არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს თუ არ გაატარებს რომელიმე ქალაქი. დღეს ყველა ქალაქში გვაქვს ერთ და იგივე სურათი, დაბინძურება საკმაოდ მაღალია. იმიტომ რომ ისევ და ისევ ტრანსპორტის მომენტი არის. უბრალოდ რეპლიკის სახით მინდა დავამატო, ყოფილ 30 წლის წინ ტრანსპორტიდან დაბინძურებას არ თვლიდნენ დაბინძურებად, იმიტომ რომ რაოდენობა მანქანების იყო ძალიან ცოტა. გთხოვთ კოლეგები, იქნებ გავავცოთ ეს თემები. ბატონო აკაკი, თქვენ დაიწყებთ, ხო? კი ბატონო, გამარჯობა მეგობრებო. ძალიან აქტუალური თემა არის და თქვენ პრობლემის არსი უკვე დახატეთ. გადაწყვეტილი არის, რომ საქართველოში აღარ უნდა შემოიტანონ 6 წელზე მეტი ხნის ავტოსატრანსპორტო საშუალებები და არგუმენტი არის იმისათვის, რომ გარემოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ეხლა თქვენ რამოდენიმე ესე ვთქვათ საკითხი დაასახელეთ, მათ შორის საწვავის ხარისხი, მათ შორის თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულობის თემა, ქალაქ გეგმარებითი თემა, იცი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ ჩვენ თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ გავხადეთ
ეკოლოგიურად, მოდი ესე დავარქვათ, ნაკლებად დამაზიანებელი, რეალურად ყველა ის დანარჩენი კომპონენტი არის ხელისშემწყობი და საკმაოდ სერიოზული, მე ვიტყოდი, მაგრამ თავი და თავი არის ის, რომ როდესაც საუბარი არის, რომ პარკი ძალიან დიდია, შესაბამისად ფაქტიურად ცოტა გადაბერებული კი არა, მნიშვნელოვნად გადაბერებულიცაა და ბუნებრივია ჩვენ არა ვართ ის სახელმწიფო, ის ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და ფაქტია, რომ ბაზარი ითხოვს, შემოდის და ბუნებრივია, რომ რეალურად მე მერწმუნეთ 6 წლის ავტოსატრანსპორტო საშუალებაც და თუ გნებავს 1 წლის თუ სათანადო ექსპლუატაცია არ იქნა განხორციელებული, ის ისეთივე დამაბინძურებელი იქნება, როგორიც თუ არ მოუვარე მაგალითად 10-12 წლის ასაკში, ამ მეტის. ესე იგი, საუბარი არის არა იმაზე, რომ ელემენტარულად ჩვენ გინდა თუ არა ახლა პანაცეა გავხადოთ და ფაქტიურად ესეც არის, რომ 6 წლამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება თუ არის ჩამოსული კონვეინერიდან რეალურად ამის ყიდვა შესაძლებელია და შემოტანა, არ მივაქციეთ თქვათ იმ ექსპლუატაციის პირობებს სათანადო ყურადღება, ხო? ამით რა ჩვენ პრობლემას გადავჭრით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხს გავაუმჯობესებთ. მოდით ახლა გავაანალიზოთ. არსებული არგუმენტები მოვიყვანოთ როგორც ამ გადაწყვეტილების გასამყარებლად და არგუმენტები აი ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რომელიც აბსოლუტურად სხვა რამაზე მიგვითითებენ. ესე იგი, ფაქტია, დღევანდელ დღეს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მაღალია და დღეს ბენზინზე და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები დომინირებენ ვიდრე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებიდან. ახლა არ გამოვრიცხოთ ეს უკანასკნელის დამაბინძურებელი აურიაზრიან არსებობს, მაგრამ შედარებით ნაკლებად ვიდრე წინა ორი. მაგრამ ბუნებრივია, რომ ალტერნატიული ელექტრომობილები იმ რაოდენობით დღევანდელ დღეს, თუმცა ტენდენცია აკეთქენ მიდის არ გაგვაჩნია და შესაბამისად ელემენტარულად პრობლემა მე რაღაც გარკვეულ შეფასებებს ვაკეთებ, არ ვიცი ჩემი სუბიექტური შეფასება, მაგრამ ჩვენეთი 10-15 წელი მაინც მოგვიწევს აი ამ პრობლემის, ესე ვთქვათ, გადაჭერა, პრობლემას უნდა გავუსწოროთ თვალი და სწორი ნაბიჯები გადავდგათ. ეხლა მოდით გავაანალიზოთ, ხო? ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, რიგითი მოქალაქისათვის გავიხსენოთ საშუალო სკოლის ქიმია. თეორიულად ბენზინის იდეალური წვით უნდა მივიღოთ ნაერთი, რომელიც შედგება ნახშირორჟანგის, წყლის ორთქლის და აირისებრი აზოტისაგან. რა თქმა უნდა, კიდე არის რაღაც გარკვეული ნივთიერებები, მაგრამ როდესაც ავტომობილის ძრავაში, შიდაწვის ძრავაში აირისებრი, ესე ვთქვათ, აზოტი, ნახშირჟანგი, ნახშირწყალბადი, შესაბამისად გამომუშავდება, ხო? გამონაბოლქვშია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ისინი არიან, აი მაგალითად CO5 გაზი შესაბამისად პრობლემაა, სმოგის მთავარი კომპონენტია ნახშირწყალბადი, აზოტის ჟანგეულები, სმოგის და თქვენ იცით მჟავაწვენებთან, ანუ ნალექებთან დაკავშირებით თუ რამხელა პრობლემას ქმნის, ერთი სიტყვით. პრობლემა რაში მდგომარეობს? ის რომ ჩვენ უნდა შევძლოთ აი ამ გამონაბოლქვში იმ ნივთიერებების, ესე ვთქვათ, კონცენტრაციის შემცირება,
რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის ზოგადად გარემოს და თვითონ ადამიანის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს. ესე იგი, აქამდე ჩვენ საუბრობდით, რომ საწვავის ხარისხი საქართველოში კვლავ ახილევსის ქუცლად რჩებოდა, რადგანაც იქ პრობლემა იყო, გახსოვთ ჩვენ 10-15 უნებავთ 5 წლის წინ ტყვია შემცველი, ესე ვთქვათ, ბენზინის საკმაოდ სერიოზული პრობლემა არსებობდა და ბუნებრივია, რომ ეს ძალიან ცუდ ზემოქმედებას ახდენდა პირდაპირ ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის სიცოცხლეზე. მაგრამ ჩვენ ეს პრობლემა ამოვწურეთ? მე შემიძლია ვთქვა, რომ რეალურად ხათაშორის ევროკავშირის აი ამ ბოლო ანგარიშსაც თუ გავიხსენებთ, იქ მითითებულია, რომ 2023 წლის ივნისში მიღებული იქნა კანონი სატრანსპორტო საშუალებების ემისიების შესახებ და Euro 5 სატრანსპორტო საშუალებების ემისიების სტანდარტებიო ძალაში შევიდა 2024 წლის იანვარში M1 და M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ძალიან სერიოზული და ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, ნაბიჯი არის გადადგმული, მაგრამ ჩვენ რეალურად აი ეს ანალიზი, რომელსაც თვითონ რაღაც გარკვეული სტატისტიკური ოფიციალური მონაცემები, ესე ვთქვათ, გვაძლევენ და შესაბამისად არის გარკვეული კვლევები, საუბედუროდ ჯერ კიდევ რაღაც განსხვავებულ, ესე ვთქვათ, მონაცემებს გვაწვდის ესა თუ ის კვლევითი ცენტრი და შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს ძალიან საგანგაშო არის. ეხლა მე დღეს არ მაქვს შესაძლებლობა მოგახსენოთ თუ ტყვის კონცენტრაცია როგორ არის წესით აი ამ სტანდარტის, ესე ვთქვათ, ძალაში შესვლის შემდეგ საერთოდ აღარ უნდა იყოს საუბარი აი ამ Euro 5-ის კონტექსტში ტყვის შემცველობაზე, მაგრამ რეალურად მაინც ეს საკითხი საკმაოდ სერიოზულად უნდა იქნას განხილული და შეფასებული, რამე თუ ჩვენ თვითონ ვინც ვართ ავტო ფლობელები რეალურად, ხო? თვითონ საწვავის ხარისხიდან გამომდინარე საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ვამჩნევთ და შესაბამისად ეს აღიქმება პირველ რიგში თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. ეხლა მე აღარ დავიწყებ თუ რასთან არის ეს კავშირში, რომ იქ გულსის ზარდა, ბრონქული, რესპირატორული, ალერგიული დაავადებები, რომ ბავშვებში შესაბამისად საკმაოდ სერიოზული პრობლემები თან ზდევს, გამიგეთ? თავარი არის ის, რომ როგორ გადავწყვიტოთ, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა, ხო? ბუნებრივია. და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ზდაც და საბოლოო ჯამში თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პირდაპირ კავშირშია ტექნიკურ გამართულობის საკითხთანაც, ხო? და ამავე დროს ემისიების თემაც პირდაპირ კავშირში არის თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდასთანაც. პირველი პრობლემა, ისევ ვიმეორებ, ეს არის პრობლემა, რომელიცაც ჩვენ პრინციპში თვალნათლი უყურებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია ღრუ დასაშვებ ნორმებს არ უნდა აღემატებოდეს. აი, ეს უნდა შევძლოთ. კიდევ ვიმეორებ, მე შეიძლება ახალ-ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება ნებისმიერი გამიგეთ ჩამოვიყვანო, რომელიც არის დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე და არასწორი ექსპლუატაციის გამო 2-3 წელიწადში ის
საკმაოდ სერიოზული დამაბინძურებელი გახდეს. და მით უმეტეს, თუ კი ექსპლუატაციას არასწორად მოვახდენთ, ის რეალურად იქნება პრობლემური. აქ 6 წლის იქნება თუ 12-ის თუ 15-ის ფაქტიურად დამოკიდებული არის რამდენად სწორად ვახდენთ ჩვენ ექსპლუატაციას. ხოლო რა თქმა უნდა არგუმენტები არის იმისა, რომ იცით რა, ჩვენ არ აგვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ თქვათ სათანადოდ პერმანენტულად სწორი ექსპლუატაცია მოვახდინოთ ჩვენი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და გვაქვს გარკვეული ესე ვთქვათ პრობლემები ამასთან დაკავშირებით, ხო? მოდი ჩამოვაყალიბოთ საბოლოოდ რა პრობლემებთან აგვაქვს საქმე. დიახ, საქართველოში მოძველებული არის ავტოსატრანსპორტო პარკი. და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკით 10 წელზე მეტია. საწვავის ხარისხი. საკმაოდ სერიოზული და ბუნდოვანი საკითხი არის ჩემი აზრით, თუმცა პირველი ნაბიჯები გადადგმული არის. მეორე, აი ისევ საწვავს და საცხებს აპოხ ნივთიერებებს ეხება. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები არ გამოიყენებენ თავიანთი ავტომობილებისათვის წარმოებლის მიერ რეკომენდირებულ ხარისხის საწვავს. ოქტანური რიცხვისა და ქიმიური შემცველობების მიხედვით. არა და ეს აუცილებელია და უმნიშვნელოვანესი საკითხია. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები თავიანთი ავტომობილებისათვის არ გამოიყენებენ რეკომენდირებული ხარისხის საწვავს, როგორც ვთქვით და ზეთებს სეზონურობისა და რეკომენდირებული გარბენის მიხედვით. და ბოლოს და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით რა. და საერთოდ ეს პრობლემა პირდაპირ ვექტორულად რომ დაკავშირებული არის აი ამ საკითხთან და აი ამ პრობლემასთან. ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის უფუნქციო მოწყობილობად გადაიქცა კატალიზური კონვერტორები, კატალიზატორებს რომ ვეძახით. შესაბამისად, ეხლა მაინც საზოგადოებისათვის რომ იყოს ცნობილი, დღევანდელ დღეს აი თანამედროვე მანქანებში კატალიზატორები ეს არის ისეთი შეიძლება იყოს ლითონი, შეიძლება იყოს კერამიკული კონსტრუქცია, რომელიც დაფარულია პლატინა პალადიუმის და პლატინა ირიდიუმის ნადნობისაგან, რომლებიც არიან კარგი კატალიზატორები. ისინი ქიმიურ რეაქციაში არ შედიან. ქიმიური რეაქციის გამომწვევები და დამაჩხარებლები არიან, გამიგეთ? და არის სამსაფეხურიანი. პირველი ეს არის პირველი ეტაპი. აღდგენა, მეორე ეტაპია დაჟანგვა და მესამე ეტაპი, როგორც უწოდებენ ამას, ეს არის ჟანგბადის რეგულირება. და შესაბამისად, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. სხვათაშორის იმისათვის, რომ აზოტის ჟანგეულების კონცენტრაცია მინიმუმ 50%-მდე მაინც შევამციროთ და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ეს დიზელის საწვავის ესე ვთქვათ შემთხვევაში, აი რეალურად უკვე თანამედროვე მანქანებზე არის ცირკულირების სისტემები მოწყობილი, გამიგეთ? და ბუნებრივია ეს მნიშვნელოვან წილად ეხმარება აი ამ პრობლემის გადაჭრას. რა არის საბოლოო ჯამში გასაკეთებელი? კიდევ ვიმეორებ, 6 წლის იქნება, 2 წლის თუ 1 თვის თუ არასწორ ექსპლუატაციას განვახორციელებთ და შესაბამისად საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, მაგალითად, იგივე საწვავში თუ კი ტყვის კონცენტრაცია მაღალი იქნება, ის პირდაპირ კატალიზატორის, ესე ვთქვათ, პრობლემას ქმნის და შესაბამისად მისი ფუნქციონირება, მისი ხანგრძლივობა შემცირებულია. ამავე დროს კიდევ მოგეხსენებათ, რომ არაკონდიციური საწვავი, შესაბამისად, არასწორი ექსპლუატაცია, ბუნებრივია, რომ ამაზე საკმაოდ სერიოზულ ზეგავლენას ახდენს. ეხლა
ეს არის ჩვენი მოსაზრება და ჩვენ ამას ძალიან დიდი ხანია უკვე ვაყალიბებთ და ვამბობთ, რომ არ გვინდა ეს მოჩვენებითი ისინი რაღაც ქმედებების ვითომ განხორციელება და არ იქა და არანაირ პრობლემას ეს 6 წელი დავამუხრუჭებთ გეოვნებით ეკონომიკურ განვითარებას. შესაბამისად, არა ასაკზე ვისაუბროთ, არამედ ვისაუბროთ სწორ ექსპლუატაციაზე. რა არის საჭირო? კიდევ ვიმეორებ, საჭირო არა შემოტანის აკრძალვა, არამედ ბაზარზე ისეთი მომსახურების ფუნქციის შემოტანა, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის გზით, მასზე ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვას და ტექნიკური უსაფრთხოების პარამეტრების მოქმედების გახანგრძლივებას წარმოებლის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადებში. ესე იგი, თუ მე კატალიტიკური გარდაქმნელი მაქვს და მე ექსპლუატაციას არასწორად ვახორციელებ, შესაბამისად, საწვავი არ არის, ესე ვთქვათ, შესაბამისად იმ ხარისხის, რომელიც აუცილებელია იყოს და განსაკუთრებით ხალხს უსვამ ტყვია შემცველ, ესე ვთქვათ, ბენზინთან მიმართებით, ბუნებრივია, რომ ჩვენ კატალიტიკური გარდაქმნელების ფუნქციონირება, კიდევ ვიმეორებ, საკმაოდ არის აღდგენითი ნაწილი, არის დაჟანგვის და მესამე, რომელიც ხელს უწყობს ჟანგბადის, ესე ვთქვათ, კონცენტრაციის რეგულირებას. ესე იგი, საჭირო არის კატალიზატორების გამართული ფუნქციონირების შენარჩუნება. როგორ უნდა მოვახდინოთ ახლა ეს? რაზედაც ჩვენ ვაპელირებთ და რაზედაც ჩვენ, ესე ვთქვათ, ვაცხადებთ, რომ ამის გარეშე თავს ვიტყუებთ რა. კატალიზატორი დიახ ძვირად ღირებული მოწყობილობაა. ამიტომ მისი გამართული ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საწვავის ხარისხზე. და შესაბამისად, საჭირო არის პერიოდული შემოწმება კატალიზატორების. რამდენად გამართული არის და რამდენად გააჩნია რესურსი კიდე მოქმედების. თქვენ იცით, რომ აი ამ კატალიზატორებს იღებდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან და შესაბამისად ის საკმაოდ, ესე ვთქვათ, კარგ ფასში იყიდებოდა ჩვენს მეზობელ ქვეყანას მიქონდა, გამიგეთ და მთელი ის იყო ამაზე აგებული ბიზნესი. მოგახსენეთ ხო რატომაც პლატინა, პალადიუმი, პლატინა, ირიდიუმი. ეს ძვირად ღირებული ნივთიერებებია. ესე იგი, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ აი ეს ძვირად ღირებული კატალიზატორი ჩვენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე იყოს და ამის მოთხოვნა არსებობდეს. იმ ყოველწლიურ სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებაზე გზისთვის ვარგისიანობის, ესე ვთქვათ, ვარგისიანობისთვის, რაც არის შექმნილი, ხო? მაგრამ ეხლა ისმის კითხვა, საიდან მოვიტანო მე გაწვეს $300 და უფრო მეტი ფასის კატალიზატორიო. გამიგეთ? და რეალურად ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ბევრი აი ამ კითხვას დასვამს. დიახ, და ამისათვის არის იდეალური გამოსავალი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. კიდევ ვიმეორებ და ხას უსვამ, რომ არა ვართ წარმოებელი ქვეყანა, საწვავი შემოგვაქვს, შესაბამისად მის კონდიციურობაზე რეალურად საკმაოდ პრობლემურია და არა გვაქვს სრული წარმოდგენა. ამისათვის ის რომ აი ეს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გასამართი სადგურების ფირმები, ფლობელები, რომ ვაიძულოთ, რომ მართლაც იყოს კონდიციური საწვავი, ტყვიისაგან თავისუფალი საწვავი, საჭირო არის გასამართი სადგურების კომპანიები იმ სქემით, რა სქემითაც რიგით კლიენტს ანგარიშსწორებიდან გამომდინარე არიცხავს ბონუსს და მე მაქვს ახლა ერთ-ერთ
ესე ვთქვათ, გასამართო სადგურების ქსელში ვარ, ყავა მობრძანდითო ბატონო ამერიკანო შეგიძლიათ მიიღოთო, კრუასანიო, რაღაცებს თავაზობენ, გამიგეთ? აი სწორედ ეს ბონუსი საჭიროა დაარიცხონ კატალიტიკური კონვერტორის შეძენისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობელს, საკუთარ ბარათს. ისინი, ვინც კონდიციურ საწვავ საფოხ მასალებს უკეთებენ რეალიზებას, მათ გაეზდებათ მომხმარებელი. კატალიტიკური გარდაქმნელები ცხოვრიდან მალე არ გამოვა და წესით ჩვენ უნდა გქონდეს რაღაც დაწესებული, ვთქვათ 100,000 კილომეტრზე, უნდა ესე ვთქვათ გაისინჯოს, ან უნდა იცვლებოდეს, ან რაღაც გარკვეული ესე ვთქვათ ლოგიკური ქმედება უნდა განვახორციელოთ ამასთან დაკავშირებით და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ როდესაც მე მაქვს რაღაც გარკვეული ბონუსი, რომლითაც მიგროვდება რაღაც გარკვეული თანხა, მე თავისუფლად უმტკივნეულოდ ფაქტიურად შევძლებ აი ამ ძვირად ღირებული სიამოვნების კატალიტიკური გარდაქმნელის ფაქტიურად შეცვლას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. და რეალურად ამას ჭირდება თავის მობმა უბრალოდ რა. და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. იმიტომ რომ სხვა გამოსავალს ჩვენ ვერ უყურებთ. ფაქტია რომ ეს იმუშავებს და ეს წინადადება გარანტია იქნება იმისა რომ გზისთვის ვარგისობაზე უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა და ავტოფლობებთათვის თქვენ წარმოიდგინეთ მცირე ფინანსური დანახარჯებით საკუთარი ავტოტრანსპორტო საშუალებების გამართულობა იქნება უზრუნველყოფილი. აი ამას თუ გავაკეთებთ, პრობლემა მოიხსნება თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან დაბინძურების შესახებ. არ გავაკეთებთ და შევზღუდავთ აი ესე იმოქმედებს ბაზარზე. იქ მოქმედებს რიგით მოქალაქეზე, რომელსაც აი ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოყენებული აქვს როგორც საწარმოო საშუალება. მოდით რა დავფიქრდეთ ამაზე, კაცო. ეხლა საკითხი, რომელიც ეხება სივრცით დაგეგმარებას, სრულდასახლებულ პუნქტებში და ამასთან დაკავშირებით მთელ რიგ პრობლემებს, ეს რა თქმა უნდა აუცილებლად გადასაჭრელია, ჯერ მარტო პარკირების თემა რა ღირს, იგივე იმ შუქნიშნების საკითხი და ბუნებრივია რომ ამასთან ერთად, მაგრამ მაინც ვამბობ რომ პირველ რიგში კატალიტიკური გარდაქმნელების, კატალიზატორების თემაა ყველაზე აქტუალური. ბუნებრივია რომ პრობლემა გადაიჭრება, თუ კი აი ამას ჩვენ თვალს გაუსწორებთ და რეალურ ნაბიჯებს გადავთქვამთ. აი ეს მინდოდა ჯერჯერობით მეთქვა. დიდი მადლობა. მე გავუსვამ ხას, რომ საწვავის ხარისხთან დაკავშირებით რატომ არის ეჭვი, ბატონო აკაკი, იმიტომ რომ სამწუხაროდ სრული მონიტორინგის შემოსული საწვავის და ჩვენ სუმთლიანად იმპორტირებულ საწვავზე ვართ, ვერ ხორციელდება. უпростоროდ ხორციელდება მხოლოდ იმპორტორების მიერ კონტროლი, მაგრამ არ ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. სულ იყო რამდენიმე ჯერ ცდელობა, რომ შემოწმებიათ. ერთ წელს მახსოვს სულ 16 მეზოგასამართი სადგური შემოწმდა ხარისხთან მიმართებაში. აქთან ემატება, რომ გოგირდით დაბინძურებაც უნდა იყოს ამოღებული, ან გოგირდიც არ უნდა იყოს, არამატიზებული რაოდენობა არ უნდა იყოს ძალიან მაღალი, ევრო 5 ამას მოითხოვს. მაგრამ რამდენად არის ეს ყველაფერი ევრო 5, ესეც საკითხავია. ერთადერთი პრობლემა კატალიზატორების დაყენება პრაქტიკულად შეუძლებელია საბჭოთა სტილის მანქანებზე. ბატონო მამუკა, თქვენ რას დაამატებთ? არა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოდიჟირდით, ბატონო მამუკა, პრინციპში უკვე გადამჭრელ როლს აღარც თამაშობს, იმიტომ რომ დრომ ისინი უკვე ფაქტიურად ამოიღო, მიგეთ და აი იგივე მოხდება 10-15 წელიწადში, მაგრამ 10-15 წელიწადში თუ ელექტრომობილებთან მიმართებით ვსაუბრობთ, მაგრამ 10-15 წელი ეს პატარა დრო არ არის რა. ეხლა საბჭოთა მანქანები მე მგონი რარიტეტად ითვლება და თუ სწორად აღადგინეს, კი ძალიან ძვირი ღირს.
გისმენთ ბატონო ქალბატონინო, ვიდრე გეტყოდით, თქვენთან ხომ არ გაიარეს კონსულტაცია, როცა ამ კანონში ცვლილება თუ აი ამ ღონისძიებას რო წინადადებას არ გაუვლიათ. არა, ანუ თქვენ ამ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიგიღიათ. ანუ არავითარ მაგას არ ვეტყოდი, რომ აუცილებლად. ხო, ანუ აი რასაც დღეს ვსაუბრობთ, იმ კონსულტაციების დროს ეტყოდით, რომ ცოტა ფრთხილად იყავით ესე ზედმეტად არ გადაღუნდოთ ჯოხი, ხო? თორე გადაწყდება, ხო? ჩვენ გადატეხილი ჯოხი ვარ, ძალიან სული მდგომარეობაა ქვეყანაში საერთოდ, მათ შორის გარემოდაცვითი მმართველობაც არის ნაწილი არის ამისი და აი ეს კომუნიკაციის არარსებობა, ან სისუსტე, რა ვიცი, როგორ დავარქვა, ну რაღაცა ხო შეიძლება ბატონო აკაკი თქვენ იცით რომ მწვანეთა მოძრაობის სამეცნიერო საბჭოს წევრი ვარ და იქნებ დაუძახოთ და ჩვენი საბჭო გამოვიყენოთ ეგეთი ტიპის განხილვებისთვის, იმიტომ რომ ხო შეიძლება ეს ძალიან კარგი იდეაა. ხო, რომ აი რაღაცა სერიოზულ წინადადებას რომ წარადგენენ, უბრალოდ გაიარონ, იცით, ტესტი გაიარონ, რომ თუ რაღაცებს მოისმენენ და შეიძლება დაფიქრდნენ, იმიტომ რომ იმდენი ხალხი გაანაწყენეს, მათ შორის თავისი პარტიის წევრები, მმართველი პარტიის, საკმაოდ გავლენიანი, არ ვიტყოდი რომ სასიამოვნო ადამიანები, უსიამოვნო, ცუდია მათთან ჭიდაობა. გაუჭირდება პრემიერ-მინისტრს, გარემოდაცვის მინისტრს და მის პირველ მოადგილესაც. ანუ ძალიან კარგად გვესმის ჩვენ მომხრე ვართ ესეთი კანონი. ის კი არა რომ საერთოდ მხოლოდ ახალი მანქანები შემოვიდეს. საერთოდ ელექტრომობილებზე გადავიდეთ, უცბად გავაჩეროთ ყველა მანქანა, მე მინდა პროტესტის გამოთქვა, ეხლა როგორც არ მქონე სატრანსპორტო საშუალების არ ვყიდულო, ბატონო აკაკი სპეციალურად ჩემი საქმიანობა მაძლევს იმის საშუალებას, რომ მე არ ვიყო დაკავშირებული ავტომობილთან და არ ვყიდულობ. არის ხალხი, რომელიც დაკავშირებულია, თქვენ მაგალითად ბატონო აკაკი ვერ შეძლებთ ისე ფუნქციონირებას, გჭირდებათ, მაგრამ ქალბატონინოს არ ჭირდება, მაგრამ კოლეგები ყავთ, მეგობრები, რომლებიც გადაადგილებაში მას ხელს შეუწყობენ და ანუ ჩვენ პროტესტი გვინდა, ვისაც მანქანები არ აქვს გამოთქვათ. ბატონებო, ქალბატონებო, ძალიან ძლიერი ზემოქმედება გაქვთ ჩვენზე. გაიარეთ უბრალოდ დადექით ქალაქში ცოტა ხანი და შეხედეთ რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ უბრალოდ. ანუ ეს სიტუაცია არის შესაძლებელი, ხო? ჩვენ მომხრე ვართ მთავრობის მიერ ესეთი თუნდაც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების, მაგრამ კომუნიკაცია ხო საჭიროა ხო ამ თემაზე, ხო? ჩვენი მოწინააღმდეგეები ხო მომხრეებად უნდა ვაქციოთ, მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ეს შეუძლებელია ჯანმრთელობაზე, რა ვიცი ხა, მერას დავიბადე და გავიზარდე სულ მანქანების გამონაბოლქში ცხოვრობ. ანუ ჩემ ჯანმრთელობაზე უდიზეში ზემოქმედება. ჩემი ახლობლების, ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე მე სენსიტიური ვარ ამ თემის მიმართ, ეხლა აღარ დავასახელებ მიზეზებს რა ხო? ანუ შეიცვალოს უნდა რაღაცა. უნდა მთავრობას რომ თქვათ სამოქალაქო ტრანსპორტი რომ განვითარდეს, ხო? მე ვიწყებ ხოლმე დაცვას თბილისის მერის მაგალითად, რომ აი ერთ-ერთი კარგი პროექტი, სხვა შორს წინა მერსაც ვიცავ, იმიტომ რომ მის დროს დაიწყო ეს ინიციატივა, ლურჯი კარგად იყოს და მწვანე გეგმა ქალაქის, ხო? სამოქმედო გეგმა, იბიარდის გეგმა და იბიარდის პროექტი, აი ეს ავტობუსები, ბასლაინები, იცით როგორი რაღაცა არის, რომ აი ბასლაინზე რო იწყებს საუბარს, ხო, მე მაგალითად ძალიან ამაყად უყურებ ხოლმე კერძო მანქანების ფლობელებს, როცა ჩაიკროლებს ავტობუსი და საცობში დგანან, გადმოჯექით, ბატონებო, ქალბატონებო, ვისაც შეგიძლიათ და არ არის ამის აუცილებლობა, რომ მაინდა-მაინც საკუთარი ტრანსპორტით 3 ტონას გადაადგილებდეთ 5 მეტრის თუ რამხელა გზირზე არ ვცით მაგარას 4-5 მეტრი არის, ხო? რამდენიმე ტონას იწონის. ერთი ადამიანის გადაადგილება რამდენიმე ტონიანი მეტალის გადასაადგილებლად თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელი არ არის, ძალიან არაეთიკურია, მინდა უთხრა. რასაც იწვევს, აგერ არის ჩემს უკან დიაგრამა, ისე ვაყენებდი, რომ Facebook-ში სწორად გამოჩენილი იყო დიაგრამა. 2 გრადუსით არის საქართველოს საშუალო ტემპერატურა მომატებული. შევიდენ ინტერნეტში და შეუძლიათ ნახოთ თუ ქართული მონაცემები თუ არ იძლევა ამის საშუალებას, გლობალური მონაცემები ამას საზღვრავს. აი ამ დღეებში გამოქვეყნდა სტატია PR review-თ, ხო, რეცენზირებულ ჟურნალში, მსოფლიოში ცნობილ ჟურნალში, რომ ცხელი დედამიწის სცენარი გველოდება, ქალბატონო, hot earth სცენარიო, თითქმის ვერ ვიცილებ თავიდან. და თუ შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ ბოლო 15 წელიწადი სულ რეკორდებს ამყარებს ტემპერატურა, ხო? ეს ძალიან არანორმალური მდგომარეობაა. კი, მე მომხრე ვარ, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ესეთი რადიკალური გადაწყვეტილებები. მაგრამ იმისათვის, რომ ამან იმუშაოს და არ დაგხვიოს ბევრი წლით უკან, კონსულტაციები უნდა იყოს გავლილი თუნდაც იმპორტიორებთან, რომ გავიგოთ, რის იმპორტს აკეთებენ, ვინ არის ეს ხალხი,
დღეს ტელევიზორში გამოდიან და საუბრობენ, ხო, როდა წინააღმდეგობას გაუწევენ, ხო? აქ მოსახლეობა გამოვა და ეს დიდ სტატისტიკასთან აქვს საქმე, ხო? მანქანების იმპორტს ეწევა მოსახლეობის საზოგადოების ნახევარი, ხო? ამიტომ მათთვის ეს მინიმუმ 30%-ია ბატონო მამუკა, როგორც მე მითხრენ იმპორტორებმა, ვისაც 10% იყოს, 10%-იც უკმაყოფილებას 30%, რომელიც ჩართულია თელი ჯაჭვი, ანუ მანქანების რემონტიც, ისეც ყველაფერი შიგნით არის. ყველაფერი, მე მართალი გითხრათ. რამდენი ოჯახი ირჩეს თავს, მოდი ჩემს მაგალითად გითხრათ, რომ ჩემს აღტაცებას არ იწევს ამ ინდუსტრიაში დაკავებული საერთოდ მანქანები რო არ იყოს და მოვიფიქროთ, ან ელექტრომობილებზე გადავიდეთ, ელექტრომობილების ხელოსნებს ბევრად უფრო დიდ პატივს სცემდი, ვიდრე შიგაწვის ზრავაზე მომუშავე, თუნდა დაჯდნენ და იფიქრონ, რატო არა ბატონო მამუკა ასე წინააღმდეგი შიგაწვის ზრავის, ხო? შეხედონ, რას ვიწევთ, როგორ ვიწევთ და ამ დროს ეს შესაძლებელია ნელ-ნელა გადასვლით და როდესაც სახელმწიფო ესე იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ აშკარად წაგებულია, ხო, ქალბატონო ნინო, ბატონო აკაკი ეს თამაში, ხო, მოუწევთ უკან გაწევა ამ რაღაცა ქმედებების, ხო, კომპრომისზე წასვლა. წავსულიყავით კომპრომისზე, უკეთესად გამოჩნდებოდა, ვის დააბრალებენ, იცით, გარემოს დამცველებს დააბრალებენ და მე რაღაცა ევჭვი მაქვს, რომ გარემოს დამცველები აქ არაფერ შუაში არ არის. მინისტრის პირველ მოადგილეს უბრალოდ ალბათ უბრძანეს, რომ ეს გაიტანოს ეს რაღაცა როგორ ქვია ამას ლობისტური ინტერესების გამო, იმიტომ რომ ეხლა ჩავიხედე სამოქმედო გეგმაში მეოთხე პროგრამაში, ხომ? გარემოს დაცვაში სიტყვა იმპორტი იქ ამ კონტექსტში ნახსენები არ არის. 5-6 წლის მანქანების შემოტანის თავ. ანუ თუ ამ გეგმაში არ წერია 2022-26 წლების არის, ხო? ეხლა დღეს 26 წელია, ხო? ნახე ცენტრალური რეგიონის თუ როგორ ქვია, ხო? ზონის უცნაური სახელი ქვია თბილისი. რომ იცოდეთ თბილისელებო ატმოსფეროს მართვართვის ცენტრალური ზონა ვართ. ხო, ან ცენტრალური კი თბილისი ცენტრალური ქალაქია. ცენტრალური ზონის 2023-25 წლებში სამოქმედო გეგმაში სიტყვა იმპორტი ნახსენები არ არის. და თუ 25 წელში არ იყო არანაირი ქმედება ჩატარებული 26-ში როგორ ღებულობთ ამ კანონს, ხო? იმიტომაც არ არის გავლილი. ეთყობა ეხლანდელი ქმედება ეთყობა 2026 წლის არის. იანვრიდან თებერვლამდე გადაწყვიტეს და არავისთან კონსულტაცია არ გაუვლიათ, მათ შორის მანქანების იმპორტიორებთან ჩვენი იმის რა ქვია ძლევამოსილი ეკონომიკის ერთ-ერთი უძლიერესი დარგია რეექსპორტი რუსეთში. ალბათ ნახმარი ავტომობილების და რუსეთში არა, ცენტრალურ აზიაში, მოდი ვთქვათ. ცენტრალურ აზიაში და საერთოდ ცენტრალურ აზიაში, იმიტომ რომ რუსეთში აი 5-6 წლის მანქანები შედის. იმიტომ რომ მსყიდველობით უნარიანი არიან მიუხედავად ომისა და ცენტრალურ აზიაში ილექება ჩვენი მიერ შემოყვანილი ძველი მანქანები და არ მინდა ახლა დეტალებში წავიდე, არ არის ახლა ჩემი სპეციალიზაცია, მაგრამ წარმომიდგენია რეები ხდება ამ სექტორში, ხო? საერთოდ ნავთობი არის ბინძური, ნავთობზე დამოკიდებული ყველაფერი არის უბინძურესი, ამიტომ რამე იქ სუფთას არ მოველით, მათ შორის ეს კანონიც არ გამოიყურება სუფთად. პოლიტიკური კანონია და გეტყვით რატომ. ქალაქის მერი როგორც ჩანს არ აინტერესებს მას ეს კანონი, იმიტომ რომ გუში რო გამოვიდა ქალბატონინო, ხომ არ საუბრობდა, ამ კანონზეც ისაუბრა, მაგრამ უფრო მეტი გლანძღა გარემოს დამცველები. გაგვცეს პასუხი უბრალოდ 400 მილიონი, ჯერ ესეთი რატო ამრგვალებს? 383 მილიონი არის ენკასთან წაგებული დავა. ჯერ ესეთი რატო წააგეთ? ვის გარემოს დამცველებმა დადეს ხელშეკრულება? ვინ დადო ხელშეკრულება? ვინც დადო, იმან წააგო. რა შუაშია გარემოს დამცველები? მაშინაც არ გაიარეთ კონსულტაციები არავისთან და ეხლა განტევების ვაცი უნდათ, დაბრალება უნდათ და გარემოს დამცველებს აბრალებენ. არა ბატონო მმართველებო, გადაწყვეტილების მიმღებო პირობა უმაღლესის მოადგილე და მისი და საშუალო დონის მათ შორის, რომ არ უთხრეს თავისუფლებას, რომ ამას მოაკეთებ. არასწორი დადებული ხელშეკრულებით და ეს თუ ვინმე იტყვის, რომ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული და არის დაკავშირებული, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ ელექტრომობილები შემოვიყვანოთ. საიდან უნდა ვყვებოთ ეს ელექტრომობილები? ჰიდროენერგეტიკიდან, რომელიც საქართველოში ნამდვილად აქვს უდიდესი რესურსი. თუ ეს ჰიდროენერგეტიკა ათვისებული იქნება ქართველების მიერ საქართველოს ხელისუფლების ბიუჯეტში, მაბატია საქართველოს საზოგადოების ბიუჯეტში შევა, ხო? ეროვნულ ბიუჯეტში შევა ეს თანხები და არა უცხოეთში გავა, არ ვიცი რომელი მიმართულებით, 4 მიმართულებით შეიძლება რომ გავიდეს, ხო? მაშინ კი ბატონო და თუ ეს ელექტრომობილები და ჩვენ ვიქნებით მართლაც მდგრადი საზოგადოება და ჰაერის დაბინძურებით არ იქნება მილიონიანი მოსახლეობა ყოველდღე დოზირებული, რო იტყვიან, ხომ? უბრალოდ აი წარმოდგენაც კი არ მინდა, აი რა
რამდენ ავადმყოფობას იწყობს აი ეს ავადმყოფობა ავტომობილების იმისი. არ შეიძლება რომ ჩამოჯდეთ ამ ავტომობილებიდან და გადავჯდეთ ნორმალურ ავტობუსებში. ხო, კიდევ უფრო კარგი შეგვიძინონ ელექტრომობილი ავტობუსები შეგვიძინონ, ხო შეიძლება. ბოლო-ბოლო ჩვენი წარმოებაც ავაწყოთ, ეხლა ყველა ქვეყანამ შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ კარგი შემოვიტანოთ იმპორტი, ამაში ავიღოთ თვალი და არა წავაგოთ 393 მილიონი და არა 400 მილიონი, 17 მილიონით ნუ ამრგვალებთ რაღაცას, ხო? სიტყვაზე ლამაზად რო ითქვას, ქალბატონინო, რომ კარგად დაგვაბრალონ 400 მილიონიო ისა რა ქვია, დაამრგვალეს რიცხვი. ამიტომ ძალიან ცუდი მდგომარეობა არის ამ ხრივ ეს კანონი ვერ უშველის ამ სიტუაციას, ნუ დადებენ უგუნურ ხელშეკრულებებს და შენ ვერ გახელშეკრულებებს, ნუ გადააბრალებენ ყველაფერს გარემოს ნუ შემოიტანენ არასწორ კანონებს და დისკრედიტაციას ნუ აკეთებენ გარემოს დაცვითი იდეის საერთოდ, ხო? და თუ აინტერესებთ ქალბატონო უსაფრთხოება თქვენ ამით დაიწყეთ და სულ მინდა აი ამას ვამბობ ხოლმე, რომ რატო გჭირდება, რატომ არის ძალიან ცუდი ამ 400 მილიონის წაგება და რატო გჭირდება მოგება თუნდაც ჰიდროენერგეტიკიდან. უმდიდრესი ქვეყანა შეიძლება გავხდეთ და მხოლოდ ჯერჯერობით წაგებაზე ვართ 400 მილიონის ამოღებას რითი აპირებენ არ ვიცი რომელი ჰიდროენერგეტიკით. ხო? ფული გჭირდება ქალბატონო ნინო იმისთვის რომ დავნერგოთ, რასაც ბატონი აკაკი საუბრობდა. ამისთვის ყველაფრისთვის არის ფული საჭირო. არანაირი სხვა საშუალება გარდა ამ ჰიდროენერგეტიკიდან შემოსავალი შემოსულობები და შემოსავლების და არა კერძო ჯიბეში, არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტში შემოსული, მხოლოდ ამით შეიძლება ამ მაგალითად ჰაერის ხარისხის გეგმის შესრულება, რომელშიც არ წერია ეს ქმედება სხვათა შორის. უფრო მეტ ქმედებას ჩავწერთ და უფრო მეტ ქმედებას ასე ვთქვათ, დაუჭერთ ხარს, ხო? მაგრამ საიდან უნდა მოვიდეს ეს ფული, როდესაც ჰიდროენერგეტიკის განვითარებას უდიდესი წაგებით ვიწყებთ, ხო? არბიტრაჟი სხვა შორის არ არის საჯარო დოკუმენტები. რატო დადეს ისეთ ხელშეკრულებები, რომ იმასაც ვერ ვიგებთ, ვისი ბრალია რო წავაგეთ. იქნებ გვატყუებს ენკა და საერთაშორისო არბიტრაჟი. მოტყუებული ვართ იქნებ შევეშველოთ არგუმენტებით. საინტერესოა გარემოზე ზემოქმედების შეფასება ზენით შემეშალა გამოკონსალტინგის მიერ დაწერილი. თქვენ ეს რომ უხარისხო დოკუმენტი გააკეთა ენკამ, გაიტანეს ეს არბიტრაჟზე ეს საკითხი, რომ ყველაფერი უხარისხო იყო, მათ შორის პროექტი იყო, პროექტი არ არსებობს, ქალბატონინო და ეს ფული აი ამ რეფორმებისთვის 6 და 7 წელზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ საერთოდ ყველა მანქანის მონიტორინგზე, საერთოდ გადასვლაზე ელექტრომობილებზე, რომ ფული გაჩნდეს და თუნდაც მთელი წარმატებული მსოფლიო, ასე ვთქვათ, მხარს უჭერს არა ნავთობის სექტორს უკვე, არამედ გადადიან ელექტრომობილებზე. აბა კითხეთ ნორვეგიელებს, რას უჭერენ მხარს? გაცხადებულია იქ პოლიტიკა, რომ მხოლოდ ელექტრომობილები იქნება, სხვა არაფერი არ იბლის ნორვეგიაში. ჰიდროენერგეტიკა მათი ძირითადი და არა მარტო ნავთობი, რომელიც აქვთ, ხომ? და კიდე ერთი საკითხი მინდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ფული რატო გჭირდება, ქალბატონინო? სამსახურში მიდვარ ხოლმე ფეხით, შემიძლია, მაქვს ამის ფუფუნება. და თუ ძალიან არ მეჩქარება, არ ვჯდები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ჩემი საზოგადოებრივი ფეხებით დავდივარ და 1-6-7 გზაჯვარედინი უნდა გადავჭრა. არა ძირითადი ქუჩის, არამედ ვაჟასა და ყაზბეგს შორის. და ყოველ გადასვლაზე აი მწვანეა ანთებული და მეშინია რომ გვერდიდან არ შემოუხვიოს მანქანამ და მე მოვახერხებ თავიდან ავიცილებ, მაგრამ თქვათ მოხუც ქალბატონს რომელსაც გადაადგილება უჭირს არ დაეტაკოს, იმიტომ რომ ერთდროულად არის ბატონო აკაკი გახსნილი მწვანეზე შემოხვევად შეუძლია უნდა დამელოდოს და გამატაროს, არ გველოდება არ გვატარებს და გეკითხებით რატომ არის ისე რომ მწვანე რო ჩაირთო მანქანა მაინც მოდის, უბრალოდ უნდა გამატაროს. წესებში არის ბატონო მამუკა, წესებში პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ კეთილი უნდა ინებოს, შეაჩეროს, მაგრამ აი თუ ერთი ნაბიჯი თუ აქვს აწეული და გადამოვა. მაგალითი მინდა, არა, ბატონო აკაკი, იცით რომ არავინ არ შევითყოდი. ნუ ახლა წესია და მაშინ უნდა იყოს არის ესე, მაგრამ როცა მწვანე მენთება პატარა პერიფერიულ ქუჩაზე და გადავდივარ, იმ მანქანას ძირითადი ცენტრალური მაგისტრალიდან ენთება უფლება შეხვევის. შეცვლის, ხო. და იცით ქალბატონინო რატო? ეს ერთმანეთზე რატო არის დადებული, როცა შეიძლება რომ იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის. არის გამოსავალი არის. სატრანსპორტო საშუალო არ თუ არის სხვა საკითხი. არის, გეტყვით ეხლავე, გეტყვით, ფულთან რატო დავაკავშირე? აი მარტივი მაგალითი მინდა, მოვიყვანო ფული იქნება მთავრობას, რომ რაღაცები გააკეთოს. ეს აკრძალვები ახლა გაცილებით უფრო დიდ შეეჭიდნენ, ვიდრე ახლა მე რაზე ვსაუბრობ, რომ მანქანამ არ შემოუხვიოს, როცა მე გადავდივარ მეორე ხარისხოვან ქუჩაზე, ხო? სრულიადაც არ ველოდები, რომ ვაჟადან ვიღაცა შემოვარდება, ხო? ეხლა მენტალურადაც არ ველოდება, ჩვენ კი მივეჩვეთ ეხლა ამას. ერთი სექცია აკლია ქალბატონინო 5 შუქნიშანს. ხოლო 3 აქვს და ეს მეოთხე
შეხვევის არა აქვს. სექციაზე გააკეთეს ეკონომია. თბილისის მერის ტრანსპორტის სამსახურამდე დავრეკე, იმიტომ რომ მართლა კი რაღაც გაიტანა, მე არა ქალბატონზე ის ქალბატონი ტყუილ არ მოვიყანე. მოხუცებულ ქალბატონზე ეტაკებოდა მაგანა და მივხვდი რომ უკვე უნდა დავრეკო სადღაც რომ პროტესტი მაინც გამოთქვა იქნებ ვიღაცამ და ჯერ ესეთი მლანძღეს აკეთო. ტრანსპორტი როგორ ბედავ ესეთ რაღაცების ლაპარაკსო. თქვენ კაი ხალხო, ერთი სექციის შესყიდვა რა გახდა? აიღეთ იბიარდის ვალი, ბოლო-ბოლო ჩვენი გადასახდელია, გაძლევთ ამის უფლებას. 5-6 წელიწადს კი არა, ერთი სექციის საკითხი გადაჭოთ. ქალბატონო, ფული არ აქვს კაპიკი. სანამ ვალს არ აიღებენ ვიღაცისგან, ხო? მანამდე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და იბიარდი მარიფიქრა ალბათ ამ ერთ სექციაზე. ყველაფერზე ხო არ დაიფიქროს იბიარდიმ, ჩვენს გეგმაზე, ჩვენს იმაზე ავტობუსებზე, ჩვენს სამოქალაქო, ჩვენით ხო ამას არ გავაკეთებდით, რო არ დაეძალებინა იბიარდის, ფულს სხვაში არაფერში არ მოგცემთო და როგორც იქნა ავტობუსები შევიძინეთ, გადაადგილება შეუძლებელი იყო, იწვებოდა ყველა. ანუ კომპლიმენტი მინდა უთხრა მთავრობას, მაგრამ თუ ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ქალაქის მერი რომელიც ავირჩიეთ მილიონმაინიანმა ადამიანმა, მე მგონი ყველაზე მდიდრული რაც აქვს ამ ადამიანს არის ჩვენი ხმა. გულწრფელი ხმა როცა ავირჩიოთ, მეორეჯერ აიყო არ გეტყვით, მაგრამ პირველად ნამდვილად უმრავლესობამ მისცა ხმა და არ არის ბედნიერი იმით რომ ამ ქალაქში ხალხი კარგად ცხოვრობდეს და კომფორტულად. გუშინ ტაქსით გადავადგილდებოდი, როცა საჭირო ტაქსში ჩავჯდები, ხო, არ მყავს მანქანა, მაგრამ ჩავჯექი და რუსთაველი აზერბაიჯანელი წარმოშობის ქართველი მოქალაქე იყო, რომელიც ნახევარ დროს ატარებს ანტალიაში და ზამთარში ჩამოდის სამშობლოში და ატარებს მანქანას და იმდენი აქვს რუსთავის მერი, ქალბატონი რომ გამიხარდა რომ პირველად დავინახე მოქალაქე ქალაქის მერს რა კაი ქალბატონია, რასაც იტყვის ასრულებს. ეგრე გვინდა ბატონებო, ქალბატონებო, არ გვინდა 5-6 წელი და რაღაცა წამება ამ ხალხის. კარგი სამოქმედო გეგმები გვინდა, 2023-25 წლის გეგმის შესრულება გვინდა, მოულოდნელი ქმედებები არ გვინდა და ქალბატონინესთან გაიარეთ თუ შეიძლება კონსულტაცია, სანამ ეგეთ გადაწყვეტილებებს მიიღებ. იქნებ დაგარიგოთ. ასაკითაც გეკუთვნით რომ გაიაროთ უფროსთან კონსულტაცია. ბატონო მამუკა, მე კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, რომ პრობლემა იმაში კი არ არის ასაკი მანქანების. ჩვენ აკრძალული გვაქვს 2013 წლის ქვედა ზოლზე არსებული მანქანები, უკვე აკრძალულია საქართველოში, ეს რეგულაცია დიდი ხანია შემოსულია და რეალურად ჩვენი პრობლემა დღეს დგება, რომ 5-6 წლის მანქანები საკმაოდ ძვირად ღირებულია და ძალიან ბევრი ადამიანი ვერ შეძლებს. თქვენი თქმის არ იყოს, კარგია რომ ბევრი ვერ შეძლებს რომ იყიდოს, იმიტომ რომ იქნებ ფეხი. მაგრამ ერთი წუთი დავამატებ ბატონო აკაკი, ერთი წუთით. ბოლომდე მათქმევინეთ. მაგრამ პრობლემა ის არის, თქვენ აღნიშნეთ ბატონო აკაკი, რომ პარტი არის გაძველებული და თუ არ შემოვიდა ახალი მანქანებიც პრობლემა იქნება თუ შენ შეზღუდე. ერთი წლის მანქანა თუ არასწორი ექსპლუატაცია მოვახდინე, კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ ერთი წლის მანქანა ახალი, კარგი მანქანა რომ შემოიყვანო თავისი ყველაფრით მისი კატალიზატორი გაიბინდება თუ არ მოახდინეს სწორი ექსპლუატაცია. ისევე დააბინძურებს როგორც 30 და 20 წლის მანქანა. შეიძლება უფრო მეტადაც. და მონიტორინგი ჭირდება რესურსები, მონიტორინგი. როცა ვამბობთ, რომ მარტო ვიზუალური დათვალიერება კი არ უნდა მილიდან, რაც არასწორია ამ ეტაპზე. ხო მაგის ვთქვით, რომ არასწორია, ჯობია ჩვენ გქონდეს შესაბამისი მოწყობილობები, რომლითაც მონიტორინგს განვახორციელებთ, იმიტომ რომ ეს არ დაჯდება იმდენად ძვირი, რამდენად დაჯდება ეკიპაჟების დაფინანსება და ხალხის დატრენინგება, როგორ უნდა დაიჭირონ დამაბინძურებელი მანქანა. სადა მუშაობს მე, მუშაობს. არ მუშაობს. კარგით რა მუშაობს, კაცო. ელემენტარულად ეგ რო რაღაც საბჭოური მეთოდები რო იმასნეს რა ქვია და შექმნეს რაღაც ჯგუფები რომლებიც პირდაპირ დაიწყებდნენ აი ამ ტესტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში ტოქსიკური ნიუტრიენტები. ხო, აი იყო და იქ მაშინი ინფრალიტი და გაიაძინები იყო და ელემენტარულად ერთი ინსპექტორი მე ორი ისა რა ქვია ანალიზატორი და ერთი სიტყვით იყო გამიშვი და გამაგავე და აი ეს უნდა გაეკეთებინა. ბატონებო, ის 1,800,000 ავტოსატრანსპორტო საშუალება
დამერწმუნეთ, რომ ეს არის ძირითადად არა ფუფუნებისთვის, არამედ გადაადგილებისთვის. არამედ საწარმოო საშუალებაა ხალხო. კი. ელემენტარულად მას გადააქვს რაღაც ტვირთი, რომლის შესაბამისად გარკვეულ ამაზღაურებას ღებულობს და გარკვეულწილად ესენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იქნა არის მოხმარებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ჩვენ პრიორიტეტი ამ გრადობაზე ვსაუბრობთ ხალხო და პრინციპებზე ვლაპარაკობთ და ნომერ პირველი პრინციპი არის პრიორიტეტულობა, ხო? აი სამი გარემოს დამცველი ვართ აგებ, ხო? და ვამბობთ, რომ რა არის პრიორიტეტული აი ამ შემთხვევაში? ის რომ ელექტრომობილები უნდა შემოვიდეს, ეს აუცილებელია, მაგრამ იმ ელექტრომობილებს კიდევ სხვა პრობლემა თანსდევს. იგივე ნარჩენებთან მიმართებით, იგივე ტყვიასთან მიმართებით. იგივე აკუმულატორთან დაკავშირებით. შეხო ტყვიაზეა საუბარი რა. იმ ახლა ჩვენ უყურებთ იმას, რომ მხუთავი აირი და შესაბამისად ნახშირორჟანგი ელემენტარულად საკმაოდ რთულ მდგომარეობას ქმნის, რა თქმა უნდა ქმნის, მაგრამ ჩვენ გვექნება იქაც პრობლემები, რომელიც იქნება დაკავშირებული ექსპლუატაციასთან. ეს მხოლოდ ის არ არის, რომ ელექტროენერგია მოვიხმაროთ ეხლა და ისა სადგურები შევქმნათ ქალაქში, თუმცა ეს აუცილებელია. თუმცა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან დასაცილებლად მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ხალხო, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ ერთი 10-15 წელი. ამიტომ ეს 10-15 წლის განმავლობაში ვიყოთ აი ამ ემისიების ტყვეობაში, როცა. ამიტომ არის პრიორიტეტი ის, რომ კატალიტიკური გარდაქმნელი უნდა ფუნქციონირებდეს. მოხსნილია კატალიტიკური გარდაქმნელი მიდის ტექნიკურ დათვალიერებაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ გზისთვის ვარგისიანობის ტესტირებაზე. მე გეტყვით ახლა, აი ჩვეულებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სუპერი, შიგნით შეგიძლია ჩაასხა რაღაც სამედიცინო სპირტი. და ფაქტიურად გამონაბოლქვს 10 სხვადასხვა მეთოდია, გამიგე, როგორ მოატყუნონ, როგორ შევიდეს. ეს სამართლებრივად ვერაფერს ვერ ეუბნება ის, გამიგეთ, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნისათვის ის, რომ კატალიტიკური გარდაქმნელი უნდა არსებობდეს იმ მანქანაზე. აი ამის დათვალიერება შეიძლება. ის, რომ კატალიტიკური გარდაქმნელი კრუასანებს და იმას ამერიკანოს ნუკი უფინანსებს, როდესაც მე ჩავასხი და ბონუსის სახით, არამედ დაუგროვოს და კატალიტიკური გარდაქმნელი შეიძინოს. და ამის ესე ვთქვათ მომსახურება უზრუნველყოს. აი ჩვენ არ გვინდა პრიორიტეტი დავინახოთ, რა თქმა უნდა, კარგია ის, რომ იყოს კარგი ესე ვთქვათ შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობდეს, მაგრამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიტან მე 9 ტონა იმას, რა ქვია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს ყველგან. და არ მუშაობს, რა თქმა უნდა, ყველგან, გაწ 6 წლის იმას Honda-ს ან Toyota-ს ან შესაბამისად Mercedes ვიყიდით. იყიდის, ვერ იყიდის. ანუ ეს საწარმოოსთანაა დაკავშირებული, საწარმოო საშუალებაა დღეს გამოყენებული. მაგრამ ნაბიჯ ეს უნდა იქნას შეცვლილი ელექტრო ძრავიანი მანქანებით. მაგრამ მასაც აქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემები, გამიგეთ? და იმის ექსპლუატაციაზე, იმის ესე ვთქვათ მოგვარებაზედაც უნდა ვიფიქროთ. თორე ახლა მასე მაშინ უნდა ავიდეთ ყველა. არა, მასე გამოდის, რომ თუ ისეც არ ვარგა, ისეც არ ვარგა, გადავედით ურმებზე და ცხენებზე. უკეთესია შედარებით. უკეთესია, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს თუ ეკონომიკა მეტნაკლებად მცირე ბიზნესი რაღაცას აკეთებს, იმიტომ რომ მოძრაობს, მე მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ვარ, ეხლა წარმომიდგენია კვირაში ერთხელ მე მჭირდება რომ დაახლოებით 400-500 კილოგრამი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი შევიტანო, გადავაადგილდე ერთი წერტილიდან მეორე წერტილში. გამიგეთ რა ვქნა? გავაგებინე. კი, მართალია. ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი გადმოსახედიდან და თქვენი კეთილშობისეებიდან უყურებთ. ძალიან ბევრი ადამიანი არის. ეს ერთი კი არ არის, ბატონო, 2-3 მანქანა. ოჯახში 2-3 მანქანა. ახლობით 70-80%-ია, რომელიც
ფუფუნებისთვის დღეს 5-10% თუ იმაშოვა ეს რომ ვიცით ახლა იმისთვის პური საკიდლად რო არ გადის მანქანის გარეშე არის ესეთი კატეგორიის ხალხი გამიგეთ მაგრამ გამოვიხედოთ აქეთ შევხედოთ რას ხდება რა ნიშნულება აი ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შედი და ამოიღო მოდი რა გააკეთე იქ აი გასამართის სადგურების მე პატრონეებს იმ ქსელური კომპანიების იმ ბონუსის მაგილად მართლა დამიგროვოს მე იმ კატალიტიკური გარდაქმნელის ესა რა ქვია თანხა და ნახავთ აგერ თუ არ იქნება ატმოსფერული ჰაერი და ესა რა ქვია გასუთავებული რა აი ამას მოდით აქეთკენ წავიდეთ ხალხო და პრიორიტეტები გამოვყოთ რა უფრო პრიორიტეტია დღევანდელ დღეს გადავჯდეთ ელექტრომობილებზე ყველანი და ამას შევძლებთ ჩვენ თუ ის რომ ელემენტარულად ავდგეთ და კატალიტიკური გარდაქმნელი რეალურად გქონდეს ჩვენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ერთი ეს გამოგები ბატონო ვის არ უნდა ეს უბრალოდ არ არის შესაძლებელი ხო და აი გამოსავალს გეუბნებით მეტი რა ვთქვათ კაცო ამისათვის შეიქმნება რაღაც გარკვეული რგოლი რომელიც უზრუნველყოფს ჯერ ყველაფერს თავი დაანებო კონტროლის მექანიზმია ის ესეც პრინციპია მდგრადი განვითარების რომ ერთი ქმედებით ორი სხვადასხვა და სამი შეიძლება ელემენტარულად მივიღო სიკეთე აი ის მფლობელი აი ამ ქსელური გასამართის სადგურების გამიგეთ შესაბამისად უკვე ვეღარ გაყიდის არაკონდიციურ საწვავს იმიტომ რომ მან იცის რომ აღარ შევა მაშინ ის ავტოსატრანსპორტო მფლობელი იმიტომ რომ მან უნდა დააგროვოს ეს თანხა ხო რომ დაინახა რომ არ ვარ და აი ახლა მე შეგნებულად არ ვასახელებ ერთი კომპანია მაქვს არჩეული ჩემ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამიგეთ აი ეს კონდიციური საწვავი არის ინდიკატორი რამდენად იმუშავებს გამართულად კატალიტიკური გარდაქმნელი გამიგეთ თუ კატალიტიკური გარდაქმნელი გამოვიდა წყობრიდან ჩათვალე რომ ესე იგი იქ მე არა კონდიციური საწვავი ჩამისხა და არა ის საწვავი ჩამისხა რაც მე მეკუთვნის არა ჩემ ავტოსატრანსპორტო საშუალებას რომ ერთი ქმედებით შესაძლებელია რომ ორი რა თქმა უნდა გაკონტროლდეს დიახ ვერ გააკონტროლებს ვერც ერთი სახელმწიფო უცხება დღეს ჩვენს ქვეყანაში ევრო 5 რაზეა საუბარი რა და აი მისი განკონტროლებელი ვარ მე ავტოპლობელი და კიდევ ვიმეორებ ტენდენცია იმისა ხელშეწყობა იმისა არა იმით რომ აგარძალე შედალოცვილო და ეგრე 6 წლის მანქანის ყიდვა თქვენ მე მეხუბრებით ძალიან თქვენ კარგად ყოფილიყავთ თუ მაგის ხელგაწიფებდა მე არ მეტყვი ხელგაწიფება მაგალითად არა ჯერ ერთი არანაირი საჭიროებას არ წარმოადგენს იცით ჩინური ისა რა ქვია ელექტრომობილი 5 წლის უმძიმესი მდგომარეობა ეგ შეიძლება შეიძლება და კიდევ ერთხელ ვამბობ ყოველ შემთხვევაში გარემოს დაცვას ნუ დავაბრალებთ იმას რაც გარემოს დაცვითი ღონისძიება არ არის მოდი ვთქვათ პირდაპირ მაგრამ გარემოს დამცველებმა ზოგადად რო არ გვინდათ რომ წიაღისეული საწვავი იყოს გამოყენებული ეს გასაგები ერთადერთი პრობლემა რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს ვამბობთ რომ რეგულირება და სუფთა ჰაერის მიღწევა არ არის მარტო ავტოტრანსპორტო საშუალების მეშვეობით ის პირველ რიგში არის იქიდან გამომდინარე რომ ის გამართული უნდა იყოს ასაკს არ არის მნიშვნელობა აბსოლუტურად გეთახმებით ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი უნდა იყოს და ხალხი არ უნდა იდგას საცობებში იმიტომ რომ ყველაზე მეტი გამონაბოლქვი საცობში დგომის დროს არის რა თქმა უნდა რატო ვამბობთ რომ არ შეიძლება ამდენი შუქნიშანი იმიტომ რომ ერთ-ერთ ქუჩაზე თბილისში 7 შუქნიშანი იყო რეკონსტრუქციის მერე 17 დადგა უკაცრავად არ ვასახელებ სპეციალურად ქუჩას და მიხოღავენ მანქანები და უფრო მეტ გამონაბოლქვს ყოველ 5 წუთში ჩერდებიან უფრო მეტ გამონაბოლქვს აფქვევენ როცა ის გაჩერებული დგას და არ თიშავს ძრავას მე არაერთხელ მithქვამს რომ არსებობს ესეთ ტრასებზე ესეთ მძიმე მდგომარეობის დროს მე-4 შუქნიშანის ემატება ცისფერი რომელიც აფრთხილებს მანქანის პარებას რომ გამორთე ძრავა სანამ აინთება შუქნიშანი რეალურად
ჩვენ კიდე რაღაცეები არ ვიცით ბოლომდე რაც არის გაკეთებული და კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ამასთან არის კავშირში ეს არის საწვავის ხარისხი ჩვენ იმპორტით შემოყვანილ საწვავი და იმის გაკონტროლება რამდენად ის კონდიციურია ჩვენ ნამდვილად მარტო არ შეგვიძლია ანუ მოსახლეობაც უნდა იყოს ამაში ჩართული თუნდაც იმ მეთოდით რასაც ბატონი აკაკი ლაპარაკობს იმიტომ რომ უნდა იყოს ჩართული ამის კონტროლთან დაკავშირებით. პრინციპში ყველა ავტოფლობელმა ძალიან კარგად იცის. მას აგამოწმული ერთი კომპანია, რომლიდანაც საწვავს იღებს და ამბობს, რომ ეს მირჩევნია, იმიტომ რომ არ მატყუებს. ეხლა მე თქვენ გეტყვით, როგორც კი არაკონდიციურს ჩავასხამ საწვავს, იმ წუთშივე ელექტრო დისპლეი გამოდის ყოწყობა. გამოდის და მეუბნება პრობლემა გაქვს, გამიგეთ? და მივდივარ სპეციალურად ვამოწმებინებ და დიახ კატალიტიკური გარდაქმნილის ესე ვთქვათ პრობლემა არის. შესაბამისად ეხლა რაზედაც არის საუბარი, ხო? აი თქვენ რაც ბრძანეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კი ეს მხუთავი აირი, კი ეს CO2, რომლის ესე ვთქვათ CO2-ს დაჟანგვის შედეგად იქ მესამე ლამბდა ზონდი მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვნად და ჟანგბადის ესე ვთქვათ კონცენტრაციას აწესრიგებს აი ამ გამონაბოლში იმისათვის რომ კატალიტიკური გარდაქმნილის შემდეგ კატალიტიკურმა გარდაქმნელმა ფაქტიურად ჟანგვითი პროცესი ეს მეორე საფეხური არის უზრუნველყოფს გამიგეთ ან აღდგენითი პროცესის შესაბამისად იქ პლატინა პალადიუმთან მიმართებით რეალურად მართლაც განახორციელოს მაგრამ აი აზოტის ჟანგეულებთან მიმართებით ძალიან რთულადაა საქმე იმიტომ რომ ფაქტიურად საჭირო არის უკვე დამატებითი აი თანამედროვე მანქანებს ამას გეუბნებით ერთი 5 წლის ისტორია აქვს უკვე განსაკუთრებით დიზელტილთან და სხვათა შორის ბენზინზე მომუშავეებზედაც არის აი თქვენ რაც ბრძანეთ ცირკულაციის სისტემებია აი მაგალითად უქმსვლაზე აი იმ გამონაბოლქს იმ ჰაერის მასას რომელსაც შიდა წვიზრავა უშვებს იმას უკანაბრუნებენ გამიგეთ იმიტომ რომ დგას მანქანა მე მივხვდით რაშია საქმე აი შესაბამისად და ეს არის აქსელერატორთან მიმართებით ესე ვთქვათ დარეგულირებული ეს თანამედროვე მანქანებზე არის იმისათვის რომ რამენაირად აზოტის ჟანგეულების კონცენტრაცია 50%-მდე, ანუ გავანახევროთ მაინც იმისათვის, რომ მჟავე ნალექების ესე ვთქვათ, პრობლემა მეტნაკლებად გადავჭრათ. მივხვდით? თორე წარმოგიდგენიათ, ამას აკეთებს ის ქვეყნები, რომლებიც არიან მწარმოებლები, რომლებთაც აქვს საკმაოდ სერიოზული ფუფუნება იმისა, რომ მართლაც მისი მოსახლეობა ადგენს და გადაჯდეს ელექტრომობილებზე, მაგრამ დღევანდელ დღეს მთელი რიგი საკითხებისა ფაქტიურად, როგორც საწარმოო საშუალება არ იძლევა იმის ფუფუნებას, რომ ისინიც კი ელექტრომობილებზე გადაჯდნენ. თუმცა ამის ტენდენცია არსებობს და იმათ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ. ჩვენთანაც ის არის, მაგრამ კიდევ არსებობს ერთი ეკონომიკური მექანიზმი. ერთი წუთი, ჩვენ გარემოს დამცველები ვარ და ეხლა მე შეგნებულად არ დავიწყე საუბარი სივრცით განვითარებაზე. მეგობრებო, გაიხედეთ, რამდენჯერ ვართ ერთად ნამყოფი ბერნში, რამდენჯერ ვართ იმას. სად არის ამ ბენზინაცობი? საცობს თავი დაანებეთ, იცით რატომ არა? რა მნიშვნელობა აქვს? მე იმას რა ქვია, ვაგონი მატარებელი ვით არის, იმხელა მანქანები დადის იმაზე, რა ქვია, დიზელზე და ბენზინზე, კაცო. პირველი, ის რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა შემოვატრიალოთ და იყოს მართლაც ელექტრო, ესე ვთქვათ, ზრავიანი. ის რომ ჩვეულებრივი ტრამვაი დადის ყველა ცივილურ იმაში რა ქვია ევროპულ მსხვილ დასახლებულ პუნქტში გამიგეთ და შესაბამისად აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ კიდევ ვიმეორებ უკვე თვითონ ბაზარი გადაეწყობა მოთხოვნა გაჩნდება ხელი უნდა შევუწყოთ აუცილებლად რომ ჩვენ გადავჯდეთ ელექტროტრანსპორტზე გამიგეთ იმისათვის რომ ფაქტიურად იგივე მეწარმე სუბიექტმა შეუძლო მე და ვიყიდო ის ელექტროტრანსპორტი გამიგეთ რომელთაც სულცირ 1-400-500 კილოს გადატანა შემეძლება და ეს უნდა იყოს ელემენტარულად ახლა ჩემთვის შესაძლებელი რომ ვიყიდო ახლა 17 და 18,000 დოლარს მე ვერ გადავიხდი მეგობრებო
კოლეგებო, მოდით ამაზე დავასრულოთ, უბრალოდ კიდე ერთხელ ხაზს გავუსვა. მოკლედ, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია სწორი რეგულაციები იყოს შემოღებული. ქალბატონო, აი ერთი მინდა აღვნიშნო უბრალოდ, აი მატერიალური პრობლემაც აქვს, ნახეთ, აი ფიზიკური პრობლემა. ეხლა მაგალითად გადავიხედოთ ეზოში ყველამ და ჩემთან 5 გარაჟი იყო და 5 მანქანა იყო. ეხლა 25 მანქანა. ეს გასაგებია, ბატონო, არ არის ძალიან იაფიანი მანქანები. არა, მე მაგაზე მაგაზე არ არის ლაპარაკი. აქ თემა მანქანა რო შეგვეცინა ერთ ტრამვაის იმას რა ქვია, ვაგონს უზრუნველყოფდა ჩვენი ისა რა ქვია. შეიძლება აი 100%-იანი ჯანმრთელობა. მართლობა ისე უნდა შეიცვალოს, სასარგებლო და მომგებიანი აუცილებლად. აი მაგაში 100%-იანი ხარ. ეს უნდა იყოს სასარგებლო და მუნიციპალური ტრანსპორტი მარტო ქალაქებში კი არ უნდა განვითარდეს. ჩვენ სოფლებს შორის კავშირები არა. მუნიციპალური ელექტროტრანსპორტი. და მუნიციპალიტეტებს შორის და სოფლებს შორის უნდა იყოს დანიშნული კონკრეტულად ავტობუსები. ხალხს ამის გადაადგილების საშუალება აღარა. ბევრ სოფლებში არ დადის ტრანსპორტი ხალხს. სხვა შორის ბევრ ქალაქში ქალბატონინო ეხლა კლიმატის ცვლილების კონტექსტში ხო, მობილურობის უზრუნველსაყოფად ხო? გერმანიაში ბევრს არ ყავს საკუთარი მანქანა, ურჩევნიან პირიქით სირცხვილიც არის. კი, მართლა ვზანებთ, მაგრამ ის არ არის ცირეცარი. მაგრამ ერთ-ერთი ღონისძია, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ქალბატონინო, არის უფასო მგზავრობა მაგალითად. კი. იმიტომ რომ მაინც ჩვენი ფულით არის შეძენილი ეს ავტობუსები, ჩვენ ავიღეთ ცესხი, ჩვენ უნდა გავისტუმროთ მაღალი პროცენტით საკმარისად და თუ კარგია იქნებ ეკონომიკურად შეისყიდეს, ცოტა ეჭვმეპარება თავიდან აი ლურჯი როცა იყო, ხო, გაზზე რომ მუშაობდა, ალბათ ეკონომიურად შეისყიდეს, მაგრამ შემდეგ დიზელს რო დაუბრუნდით ისევ, ხო, ცოტა გაუგებარია, ანუ მე მეგონა რომ ელექტროსკენ წავიდოთ და არა დიზელს დაუბრუნდნენ უკან. რა ვიცი, კიკბექი ხო არ მიიღო ვიღაცამ, ხვდებით, ხო, ანუ მაპატია შეიძლება არავინაც არაფერი ძალიან პატიოსნად არის ყველაფერი შესყიდული, ხო, მაგრამ ფაქტია რომ მანამდე სპეციფიკაცია უკეთესი იყო ვიდრე ეხლა. ლურჯები ჯობია მწვანეებს უხეშად რო ვთქვა თბილისისთვის და თუ შეიძლება განიხილონ იცით თუ ბევრ წამყვან ევროპულ ქალაქში არის შესაძლებელი რომ მუნიციპალიტეტი აფინანსებს თავისი მოსახლეობის გადაადგილებას და აი ეს ერთი ლარი რო დაეზოგება ადამიანს ხო შეიძლება მანქანაზე არ დაჭდეს ვიღაცისთვის სტიმული იყოს და იცი რა შევეტენები იმ ტრანსპორტში და თუ ნუ შეგვტენიან კაცო 1-2 ავტობუსი დაამატონ კიდე აიღონ ვალი აიღონ ვაძლევთ მაგაზე ვალის აღების საშუალებას 400 მილიონს ნუ გადავგვაჩხდევინებენ 383-ს უფრო სწორად ვიქნები ხო ენკასთვის გაუგებარია რაში არ ჯობდა ეს 400 მილიონი ვალად აგვეღო იბიარდისგან და საჭირო ავტობუსების რაოდენობა შეგვეცინა სულ არ დაგჭირდებოდა ის კონკრეტული ჰიდროელექტროსადგური მაგალითად თუნდაც ხო იმიტომ რომ არ დავხარჯავდით ამ ენერგიას შემოტანილს იმპორტირებულს უბრალოდ განვიხილოთ ეს საკითხი ცით ყოველ გადახდაზე საკმაოდ ძვირიანი არის უნდა გითხრათ ლარი არ არის ცოტა 50 თეთრი რო იყო მაინდა-მაინც არ ფიქრობდი ეხლა სულ ფიქრობ რომ ყოველ ამ ლარის გადახდაზე ერთი იქით ერთი აქეთ 60 ლარი თვეში თუ სხვა არაფერს არ აკეთებ და მარტო სამსახურში მიდიხარ და მოდიხარ, რასაც ეგრე არ არის, ვერ ასრებ, საათნახევარში ვერ ჯდები, იმაზე ფიქრობ, რომ აბა მოვასწრო, ვერ მოვასწარი, აი ახლა დავემატა კიდე, რატო უნდა ვიწვალოთ ამაზე, რატო უნდა ვინერვიულოთ, ჩვენი ავტობუსებია, ჩვენი შეძენილია, ჩვენ ვხდით ხელფას მძღოლებს, არანაირი ბიზნესი აქ არ არის, აბსოლუტურად, სამოქალაქო ტრანსპორტია, თუ შეიძლება განიხილონ საკითხი შემდეგ სამოქმედო გეგმაში ქალბატონი 26-28 წლების, ხო? შემოიტანოს გარემოს დაცვა მეცინადადება, რომ ტრანსპორტი იყოს, საჯარო ტრანსპორტი იყოს უფასო ქალაქებში. ქალაქებს შორის აღარ ვამბობ, იქაც შეიძლება რომ იყოს უფასო, მაგრამ ქალაქში იყოს უფასო, რომ მულტიმოდალური მგზავრობა ადვილად შევძლოთ, მეტროში ჩავიდეთ, ამოვიდეთ ავტობუსში დავждეთ, გადავждეთ მიკროავტობუსზე, რატომაც არა, ხო? მაინც ჩვენგან არ შეზდის, ადრე გახსოვთ, რომ ხურდას უტოვებდი ავტობუსს და უხარობდა, რომ ფულს იხდიდი. ეხლა ეს არ არის. ისეთი გაკონტროლებულები არიან, რომ ვერც გაბედავენ, რომ ფული აიღონ. ხელფასზე არიან და თუ ხელფასზეა ყველა სად მიდის ეს ჩვენი შემოსავლები, ხო? იგივე ბიუჯეტში მიდის ალბათ. თუ ვიღაცის ჯიბეში მიდის, თუ ვიღაცის ჯიბეში მიდის, კორუფციასთან აგვაქვს საქმე, ხო? ჩვენი ხარჯი შეიძინეს ავტობუსები და ვიღაცამ დიდრდება მაგითი. არა ბატონო, ეს არ არის მისაღები. რატო არ უნდა იყოს ერთვიანი აბონემენტები? ჩვენ საერთოდ სერიოზულად გვაქვს დიახ არ არსებობს სატრანსპორტო პოლიტიკა. შეიძლება საქართველოში, ბატონო აკაკი, საქართველოში გადაადგილება უფრო ძვირი ჯდებოდეს, ვიდრე შუაგულ გერმანიაში და შუაგულ საფრანგეთში. თუ ფასზე ვლაპარაკობთ ზოგადად. იქ
აი ესეთი ტრანსპორტით სპეციალური ერთი აბონემენტით შეიძლება ერთი ქალაქიდან მეორეში იაროთ ძალიან იაფად შედარებით. ჩვენთან ასეთ რამეს ვერ მოახერხებთ. ამიტომ სუბსიდირება ხო და ამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ხელშეწყობა. და მარტო იმით არა. თქვენი ყურადღება მინდა კიდე ერთ საკითხს მივაქციო რა. ანუ სატრანსპორტო პოლიტიკა შევთანხმდეთ, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა არა გვაქვს და ხანგრძლივობა მანქანების არ არის სატრანსპორტო. გრადი სატრანსპორტო პოლიტიკა არა გვაქვს. გრადი არა გვაქვს, არანაირი. არა გვაქვს. აი და მაგის ერთი დეტალია კიდე ის, რომ აი ელექტროტრანსპორტზე როცა ვლაპარაკობ, კაცო, ძალიან ისე მეჩვენება რა, ამიტომ რომ მივაქციოთ ყურადღება, ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომ ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, იგივე მთიანი, ასე ვთქვათ, რელიეფის მქონე ქვეყანა ვართ და ტემპერატურული პრობლემებიც არის. აი ზამთარში მაგალითად საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას. ამიტომ ამას ჭირდება რაღაც გარკვეულწილად ადაპტაცია. და ბუნებრივია, რომ ის რაც ბატონმა მამუკამ ბრძანა, მე აბსოლუტურად ლოგიკური, ესე ვთქვათ, ხედვა არის, რომ ჩვენ გარკვეულწილად უნდა ხელი შევუწყოთ, გამიგეთ და რიგ შემთხვევაში აი ეს მუნიციპალური, ესე ვთქვათ, პრობლემაც არის და მუნიციპალური, ესე ვთქვათ, ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გარკვეულწილად შეიძლება რაღაც სეგმენტისათვის მაინც გამიგეთ და არის რაღაც ესე ვთქვათ დღეს დახმარებები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს თუ უფრო მასიური გახდება, ეს ჩემი აზრით წაადგება პროცესებს. თუმცა ჩვენ ძალიან სერიოზულად მოსაფიქრებელი გვექნება მეგობრებო, იგივე იმ ელექტროტრანსპორტთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები. პირველი უზრუნველყოფა ელექტროენერგიით, მეორე ნარჩენი, მესამე ექსპლუატაციის, ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული შესაძლებლობების სად, როგორ, რა შემთხვევაში, გამიგეთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ საუბედურო ტექნოლოგიები არ არის დახვეწილი. და ბუნებრივია, რომ ამას დრო ჭირდება, მაგრამ ამ დროის პერიოდში თუ ჩვენ დავეხჩვეთ და ფაქტიურად საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეგვექმნება იმის გამო, რომ ვიღაცას არ უნდა კონდიციური საწვავი გაყიდოს და შესაბამისად არ არის მის ინტერესში, რომ კატალიტიკური გარდაქმნელი რეალურად არსებობდეს. კიდევ ვიმეორებ, ის რაც ტექნიკურ ყოველწლიურ დათვალიერებებზე არის მოთხოვნა და სამართლებრივად, ხო? გაამკაცრეს ვითომ ისა, რა ქვია, კონცენტრაცია, ხო, იმის ზღული დასაშვები. ნახშირ ჟანგთან, ხუთავა ერთად მიმართებით. ხო? ეს არაფერს არ ნიშნავს. კიდევ ვიმეორებ, სულ არ მექნება კატალიტიკური გარდაქმნელი ისე გავალ და ისე მოვატყულებ იმათ. კოლეგებო, ეს თემა არის ძალიან დიდი და სერიოზული, მაგრამ კიდევ კატალიტიკური გარდაქმნელები. გავიგეთ და უპასო მეტრო და ავტობუსი თბილისელებს. ხო. მოკლედ, ყველა თითო ფრაზა ვთქვით და რეალურად მოდით ვთქვათ იმაზე, რომ მე მაგალითად ვამბობ, რომ სწორი მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა ყველა ქალაქს უნდა კონდეს და ეს უნდა იყოს განუყოფელი ნაწილი სივრცითი დაგეგმარებისა. ჩვენ და სამწუხაროდ ეს ესე ყოველთვის არ არის. ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ ამას გავუსვათ ხაზი და არაფერ შუაში არ არის ხანგრძლივობა და ასაკის ტრანსპორტის თუ ის არ არის გამართული. ახალი მანქანა შეიძლება უფრო მეტად აბინძურებდეს. ასე რომ ვიტყვით, რომ ეს წყვიტავს მოდით პრობლემა უფრო ღმარი და უფრო სერიოზული და მე არ მგონია რომ რომელიმე ქართველს არ უნდადეს რომ ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი. უნდათ, შეიძლება რაღაცა წრე არსებობს, რომელსაც არ უნდა, იმიტომ რომ ქალაქში მძიმე მანქანებით რო გადაადგილდებიან არაფრისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ თქვენ ვერ ნახავთ ვერცეთ ცივილიზებულ ქვეყანაში, რომ ასე ვთქვათ, დიდი გამავლობის მანქანები დადიოდნენ ცენტრალურ ქალაქებში. არ დადიან როგორც ასეთი. იმიტომ რომ ისინი არიან გარე უბნებისთვის. ბატონშორის ეხლა შემოიღო თბილისის მერიამ და უკვე დაუწესა რეჟიმი, მე გეუბნებით ხალბატონო ნინო. უკვე ახალი წესაა. ახალი წესები არის და შესაბამისად იმედია რომ ეს ესე განხორციელდება. დიდი მადლობა ყველას და კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს. მოდით ვიფიქროთ იმაზე, რომ სწორი სატრანსპორტო
მდგრადი პოლიტიკა უნდა იყოს განხორციელებული და ეს პირველ რიგში გარემოს დაცვას აქვს მოთხოვნა. 3 კომპონენტი თუ გვინდა რომ იყოს გადაცული, ეს არის ხარისხის აწვევის, მანქანების გამართულება თავის კატალიზატორებით და სატრანსპორტო დერეფნები. ანუ სავალი გზა. თუ სავალ გზაზე 24 საათი მიდის რემონტი, ის ვერასოდეს ვერ იქნება გამტარიანობა ამ გზის არ იქნება. დიდი მადლობა ყველას და ამით მოდით შემოვიფარგლოთ დღეს.